ირანი პოლიტიკურ პანიკაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები გაამკაცრა, სპარსეთის ყურის გარშემო სამხედრო ზეწოლა შეინარჩუნა და თეირანი აიძულა ზუსტად ეჩვენებინა ის, რასაც მალავდა. ამ ოთხშაბათს 2026 წლის 27 მაისს დონალდ ტრამპმა რეგიონული მოთხოვნა დააყენა დღის წესრიგში და აბრაამის შეთანხმებების გაფართოებაზე ზეწოლა მოახდინა. და მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმება ვერ იქნება ჯილდო მათთვის, ვინც ისრაელს ემუქრება, იყენებს მილიციებს და ცდილობს შეერთებული შტატები რეგიონიდან გააძევოს. რას ცდილობს ირანი დამალოს? რატომ აგრძელებს მუქარას თუ ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს აწარმოებს? როგორ გადააქცია ტრამპმა ზეწოლა თავად რეჟიმის წინააღმდეგ? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გუნწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ირანის მუქარა მაშინ გამოჩნდა, როცა თეირანი ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს წინააღმდეგობის იმიჯი. აიათოლა ამბობს, რომ ამერიკული ბაზები ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხო თავშესაფარი აღარ იქნება და ცდილობს მუსლიმური ქვეყნები შეაგულიანოს შეერთებული შტატების ყოფნის წინააღმდეგ. ფრაზა მკაცრად ჟღერს, მაგრამ რეჟიმის მთავარ შიშს ამხელს. განცხადება გავრცელდა მაშინ, როცა ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხრეთში სამიზნეებზე იერიში მიიტანეს და დიპლომატები ჯერ კიდევ ცდილობდნენ შეთანხმების გზის შენარჩუნებებას. ტრამპმა ეს არ სცადა. მან კრიზისი ცარიელ საუბრად ჩათვალა. მან ირანი რთული არჩევანის წინაშე დააყენა. ან დათანხმდება რეალურ შეზღუდვებს, ან აიღებს საკუთარ თავზე ესკალაციის ფასს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის წინააღმდეგ. თეირანი ამას კარგად იცის. აი აქ იწყებს დანებება გამოჩენას, არა როგორც საჯარო ცერემონია, არამედ როგორც პოლიტიკური ჟესტი. რეჟიმი ხვირის ვაშინგტონის წინააღმდეგ, მაგრამ ეკონომიკურ გამოსავალს მოლაპარაკებების გზით ეძებს. თეირანმა ეს სურათი გამოაჩინა, რადგან მას სჭირდება შიშის გამოწვევა, სჭირდება თავისი შიდა მხარდამჭერების გამხნევება, სჭირდება აჩვენოს მოკავშირეებს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია დაემუქროს. მაგრამ მიზნის დაფიქსირება ომის მოგებას არ ნიშნავს. ვიდეოს ჩვენება ამერიკული სტრატეგიის დამარცხება არ არის. ეს არის სამხედრო თეატრი, რომელსაც იყენებს რეჟიმი, რომელიც იცის, რომ შემდეგი შეცდომა ძვირად დაუჯდება. ჰორმუზის სრუტე ამ დაპირისპირების კიდევ ერთ ნაწილად იქცა. რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ 24 საათში რეგიონში 25 ან 26 ხომალდი გავიდა. ტრამპის მთავრობის დროს 100,000 ათასობით. ტრამპის ზეწოლა მხოლოდ სამხედრო მხარეზე არ შემოიფარგლა. მან ასევე დააკავშირა კრიზისი რეგიონულ ნორმალიზაციასთან. როდესაც ტრამპი იცავდა იმას, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, ყატარი, პაკისტანი, თურქეთი, ეგვიპტე და იორდანია, აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდნენ, მან ახლო აღმოსავლეთის საჯარო გამოცდის წინაშე დააყენა. ვინც რეალურ მშვიდობას ისურვებს, უნდა შეწყვიტოს ისრაელის მუდმივ საბაბად გამოყენება პოლიტიკური შანტაჟის შესანარჩუნებლად. ეს წინადადება გააღიზიანა მთავრობები, გამოავლინა წინააღმდეგობა და გამოიწვია დუმილი მნიშვნელოვანი მნიშვნელოვან დედაქალაქებში, მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. ტრამპმა ყველა აიძულა პოზიცია დაეფიქსირებინათ. არავინ გრძნობს თავს კომფორტულად, როცა კითხვა ლამაზი სიტყვებიდან კონკრეტულ ვალდებულებებზე გადადის. პაკისტანმა ეს იდეა უარყო, სხვა ქვეყნებმა პირდაპირი პასუხისგაცემა აიცილეს, ხოლო საუდის არაბეთმა თავისი ძველი პირობა შეინარჩუნა, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება აღმოსავლეთ იერუსალიმით დედაქალაქად. დონალდ ტრამპმა დიპლომატია ჩრდილიდან გამოიყვანა. იმის ნაცვლად, რომ თითოეულ ქვეყანას საჯაროდ ერთი ეთქვა და პირადში სხვა გაეკეთებინა, მან ყველა სცენის ცენტრში გადმოიყვანა. ეს ბევრს აწუხებს, რადგან ძველ თამაშს არღვევს, სადაც ირანი იმუქრება, შეიარაღებული ჯგუფები წინ მიიწევენ, მოკავშირეები ყოფმანობენ და ვაშინგტონი ანგარიშებს იხდის სტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნის გარეშე. ერდოღანიც გამოჩნდა, ნეთანიახუს აკრიტიკებდა და ცდილობდა მუსლიმური სამყაროს ხმად-წამდგარი წარმგარიყო. ეს გვეხმარება გავიგოთ დაპირისპირების მასშტაბი. ტრამპი ისრაელის მხარდამჭერი რეგიონული არქიტექტურის შექმნას აწვევა, ხოლო ლიდერებს, რომლებიც ბუნდოვანებაზე არიან დამოკიდებული, რეაგირება უწევთ, რათა პოლიტიკური სივრცე არ დაკარგონ. ნეთანიაჰუს მიმართ მკაცრი განცხადება ცენტრალურ გათვლას არ ცვლის. ეს აჩვენებს, რომ ამერიკული ზეწოლამ ძალთა განლაგება შეცვალა. ვინც ადრე სტრატეგიულ დუმილს იხენებდა, ეხლა პოზიციის დაფიქსირება უწევს. და რაც უფრო მეტად ყვირიან ეს ლიდერები, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ტრამპმა მტკივნეულ წერტილს შეეხო. ისრაელთან ნორმალიზაცია ღერძის პოლიტიკური გოშმარია, რომელიც მუდმივ დაძაბულობაზეა დამოკიდებული. ღაზა ამ ბრძოლაში სხვა გზით ჩაერთო. შვიდობის საბჭოსთან დაკავშირებული ფონდი, რომელიც მსოფლიო ბანკის სტრუქტურით იმართება, ოფიციალურ ანგარიშზე ცარიელი აღმოჩნდა, მიუხედავად მილიარდიანი დაპირებებისა. მემარცხენეები ამას იყენებენ ტრამპის დასარტყმელად.
მაგრამ ნამდვილი კითხვა სხვაა. რატომ უნდა ჩაიდოს დიდი თანხები აღდგენაში, როცა არ არსებობს მყარი გარანტიები, ჰამასის აშკარა განიარაღება და იურიდიული უსაფრთხოება? თუ ფული კონტროლის გარეშე შედის, ის ისევ იმ მანქანის საწვავად იქცევა, რომელმაც ადრე გაანადგურა ღაზა. ტრამპი თვლის, რომ აღდგენა გარანტიების გარეშე ნიშნავს ცარიელ ჩეკს. და ცარიელი ჩეკი ახლო აღმოსავლეთში ხშირად პოლიტიკური იარაღად იქცევა, თავად დასავლეთის მოკავშირეების წინააღმდეგ. მაშინ როცა თეირანი სპარსეთის ყურეში იმუქრება, შეერთებული შტატებიც აჩვენებს, რომ ტრამპის პასუხი არ არის აუცილებელი უკონტროლო შოუ. სამხრეთის სარდლობამ დაადასტურა შეტევები ოფიციალურად ტერორისტებად გამოცხადებული ორგანიზაციების მიერ მართულ გემებზე, ნარკოტრაფიკის მარშრუტებზე, კარიბის ზღვისა და აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში, გენერალ ფრენსის დონოვანის ხელმძღვანელობით. ტრამპი იყენებს შერჩევით ძალას, აჭრის ლოგისტიკას, ურტყამს კრიმინალურ სტრუქტურებს და გზავნის გზავნილს, ყველა ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ ქაოსის ფონზე შეუძლია იმოქმედოს დაცულად. ირანი კარგად იცნობს ამ მეთოდს, ამიტომაც ლაპარაკობს ხმამაღლა. თეირანი იცის, რომ ტრამპს მოქმედებისთვის ყველაფრის გამოცხადება არ ჭირდება. ირანის რეჟიმმა წლები გაატარა დასავლეთის მოთმინების ფარად გამოყენებაში. ტრამპის პირობებში საუბარი იცვლება, რადგან თეთრი სახლი არ თანხმდება პროვოკაციის პოლიტიკურ ფოლკლორად მიჩნევას. თუ ირანი ამერიკულ ბაზას ემუქრება, ფასი იზრდება. თუ ხორმუზის კონტროლს ცდილობს, პასუხისმგებლობა ჩნდება. თუ მილიციას ირიბ ბერკეტად იყენებს, კავშირი უფრო თვალსაჩინო ხდება. თუ ფინანსურ შეღავად სითხოვს და ამავე დროს ისრაელს ემუქრება, ეს წინააღმდეგობა თავად რეჟიმის წინააღმდეგ იარაღად იქცევა. ისტორიული ნაწილი გვეხმარება გავიგოთ, რატომ მუშაობს ეს ზეწოლა. 2020 წლის სექტემბერში აბრაამის შეთანხმებები თეთრ სახლში გაფორმდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბარეინთან ერთად, რაც ისრაელთან ნორმალიზაციის ახალ ეტაპს გახსნა. შემდეგ მაროკო და სუდანიც ამ გზას დაადგნენ. ეს თეირანისთვის სტრატეგიული მარცხი იყო, რადგან მან აჩვენა, რომ რეგიონს არ სჭირდებოდა ირანის მუდმივი ომის ნარატივის მძევლად ყოფნა ისრაელთან. ეხლა ტრამპი ცდილობს მიმდინარე კრიზისი იგივე ლოგიკის გასაგრძელებლად გამოიყენოს. ირანი ხედავს ამ რისკს. თუ კიდევ მეტი ქვეყანა დაალაგებს ურთიერთობებს ისრაელთან, რეჟიმი დაკარგავს ერთ-ერთ პოლიტიკურ იარაღს, რომელსაც 10 წლეულებია იყენებს მოკავშირეების მობილიზებისა და თავისი გავლენის გასამართლებლად. სხვა ქვეყნებმა უკვე აჩვენეს, რომ გარე ზეწოლამ შეიძლება გატეხოს რეჟიმები, რომლებიც მუქარაზე არსებობენ. მუამარ კადაფის ლიბიამ 2003 წელს დათმო მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამა, მრავალწლიანი სანქციების, იზოლაციისადისა და სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგი სამიზნედ ქცევის შიშის ფონზე. ტრიპოლის გათვლა ლამაზი სიტყვებით არ შეცვლილა. ეს იყო რეალური ფასი. სხვაობა ახლა ისაა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს ირანი დიპლომატიურ დანებებაზე დააკენოს, ისე, რომ სისუსტე შეთანხმება არ გაყიდოს. მას უნდა რომ თეირანმა გაიგოს, მუქარის, მილიციების, საზღვაო შანტაჟისა და ბირთვული ამბიციების შენარჩუნებას პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური ფასი ექნება. ჩრდილოეთ კორეაც გაფრთხილებად გვევლინება. ყოველ ჯერზე, როცა ფხენიანი მუქარას ადვილად მიღებულ დათმობად აქცევს, ციკლს ისევ იმეორებს. ის პირდება დიალოგს, იწყებს პროვოკაციას, მოითხოვს შემსუბუქებას და ინარჩუნებს პრობლემის ბირთვს. დონალდ ტრამპი იცნობს ამ ლოგიკას და ცდილობს ირანმა იგივე სცენარი არ გაიმეოროს. ამიტომ მოლაპარაკება არ შეიძლება იყოს მხოლოდ სანქციების შემსუბუქებაზე და მოჩვენებით მშვიდობაზე. საჭიროა შეეხოს რეგიონულ ქცევას, ისრაელის უსაფრთხოებას, მარშრუტების თავისუფლებასა და ამერიკული ბაზების დაცვას. ირანის რეჟიმს სურს შეზღუდული შეთანხმება, რომ სუნთქვის საშუალება მიიღოს. დონალდ ტრამპი კი ფართო შეთანხმებას აძალებს, რათა თამში შეცვალოს. ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს ზეწოლა ირანის ღერსთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე. ტრამპმა უნდა გამოიყენოს ირანის ყოველი უკან დახევა, ყოველი სიჩუმე და ყოველი ფინანსური მოთხოვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ რეჟიმი წნეხს გრძნობს. ბრუტალური დანებება აუცილებელი არ არის თეთრი დროშის სახით გამოჩნდეს. ის მაშინ ჩნდება, როცა მტერი იმუქრება, მაგრამ მაინც გამოსავალს ითხოვს. როცა ამბობს, რომ აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ ცდილობს შვება გამოითხოვოს, როცა პასუხს პირდება, მაგრამ მოქმედებამდე ხარჯს ითვლის, ირანის პანიკა სწორედ აქ ჩანს. ტრამპმა რეჟიმი იმ არჩევანის წინაშე დააკენა, რომლის თავიდან აცილებასაც ის ყოველთვის ცდილობდა. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული ყავდე. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.